სასიყვარულო ფსიქოზისკენ მიდრეკილების მქონე მამაკაც ძალიან მოკლე დროით შეუძლია რომ იყოს ბედნიერი. თუ შენ ჯერ ვერ იპოვე შენი მუზა, რომელიც შეგიყვარდებოდა, მაშინ იმიტომ გრძნობ თავს ცუდად რომ ის არ არის. თუ იპოვე, მაშინ თავს იტკიებ იმაზე თუ როგორ მიიჯაჭვო რომ არ დაგადოს. კარგი, დაუშვათ რომ ორივე ყურებამდე შეყვარებულები ხართ ერთმანეთზე. შემდეგ მოვლენების განვითარების ორი სცენარია. ან პირველი შენ გამოფხიზლდები და დაგეწყება უკმაყოფილება სიამოვნების დეფიციტისგან, ან ქალი გამოფხიზლდება და დაგიწყებს პრეტენზიებს. სულ ეს არის მორჩა. შენ ხომ არ ხარ პატარა ბავშვი და დიდი ალბათობით არ ცვლელი ხარ. მაშინ რატომ გჯერა იმ აბსურდის რომ აი თქვენ შეხვდით ერთმანეთს, სიგიჟემდე შეგიყვარდათ ერთმანეთი და მასე იქნება მთელი დანარჩენი ცხოვრება. ერთი მაინც ცოცხალი მაგალითი თუ გაქვს, რომელიც მაგ ფანტაზიებს ადასტურებს. ერთი ძმაკაცი მაინც თუ ყავს, რომელსაც უკვე 10 წელია ცოლი ჰყავს და დღემდე გიждდებიან ერთმანეთზე, არ ჩხუბობენ, არ კამათობენ და პარალელურად ერთმანეთით ძალიან მაგრად კაიფობენ. არა, შენ არ გაქვს ეგეთი ცოცხალი მაგალითი. იქნებ შენს და სამ ძმას აქვს ეგეთი ურთიერთობა. არა, არ აქვთ. იქნებ შენი მშობლები ცხოვრობენ მასზე. არა და არა. თუ ისინი დღემდე ერთად არიან, მაშინ მათთვის ურთიერთობა პირველ რიგში პასუხისმგებლობის შეგრძნებაა. დოფამინზე აგებული ურთიერთობა კი მასეთი ვერ გამოვა. ეგ ორი აბსოლუტურად ფუნდამენტალურად სხვადასხვანაირი ურთიერთობის წყობაა. არა, ნუ იქ დედამ შეიძლება რამდენიმე სიტყვა თქვა სიყვარულის შესახებ, მაგრამ რასაც იტყვის ეგ რამდენიმე სიტყვა იქნება და მეტი არაფერი, რადგან კარგი ურთიერთობის საწვავი სულ სხვა რამ არის.